რაც შეეხება ჩემ პირად სპორტულ წარმატებებს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დიდი წარმატებებით ვერ დავიკვეხნი სპორტულ ენაზე ჭიდაობის ენაზე რომ ვთქვათ მე დიდი ჭიდაობა არ მიჭიდავი არ ყოფილი ვარ არასდროს არც მსოფლიო ჩემპიონი არც ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ ასეთი ოცნებები ყველა დამწყები სპორტსმენის ოცნებაა ვიყავი საქართველოს პირველობის გამარჯვებული შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში მომიწია არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში ვარჯიში და სამსახური იქ იყო ხოლმე ასეთი შეჯიბრება საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პირველობა ამ შეჯიბრებაში გავიმარჯვე ვარ სპორტის ოსტატი ასაკიდან გამომდინარე თუ იმსჯელებთ როდესაც იწყებენ ძირითადად სპორტის ამ სახეობაში მოვაწეობას მე მაშინ დავანებე თავი ეს ჯანმრთელობიდან გამომდინარე არა უბრალოდ ბიზნესისკენ მოხდა კიდე გაგვაწყვეტინეს რა გამორთე მოხდა ბიზნესისკენ გადახრა და ეს ისეთი სამყაროა რომელიც როდესაც მასე უფლები ის იმდენად გატყუებს რომ უკან ვეღარ მიდიხარ დღესაც მე მოვაწეობ ბიზნესში მაგრამ ერთადერთი რისი გაკეთებაც მე შევძელი და რისი განვითარებაც აისახა ჩემი ბოლო საქართველოში მოვაწეობის პერიოდზე ეს არის ბიზნესისა და სპორტის შერწყმა. უბრალოდ დავანახეთ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ თავს მერე ხალხს რომ რა შეიძლება მოყვეს ბიზნესის განვითარებას და შემდეგ ამ განვითარებულმა ბიზნესმა როგორ უნდა იზრუნოს ქვეყანაში სხვადასხვა ასე ვთქვათ ფასეულობების გადარჩენაზე როგორიც არის ხელოვნება, კულტურა და მათ შორის სპორტი. ძირითადად რაც შეეხება ბიზნესს არის რამოდენიმე კომპანია, რომელსაც მე ხელმძღვანელობ. მრავალდარგოვანი კომპანიებია, მაგრამ ყველასაგან გამოვყოფდი მე ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი მრეწველობის ერთ-ერთ ფლაგმანს, რომელიც არის ჩვენს რეგიონში მდებარე უკვე 70 წელს მიღწეული აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს და დღესდღეობით უკვე არა მარტო ქართველ მოსახლეობას, არამედ ჩვენი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის, ატკბობს შაქრით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. წარმოებაში დასაქმებულია დაახლოებით 600-ზე მეტი კაცი. ამ პატარა რაიონისთვის მოგეხსენებათ როგორიც არის ქარელის რაიონი. ყოველთვიურად ხელფასის მიღება რამდენად ეფექტურია და ასე ვთქვათ დღევანდელი რეალობის პირობებში რამდენად ოპტიმალურია. ჩვენი სააქციო საზოგადოება მარტო შაქრის წარმოებით არ შემოიფარგლება, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავფართოვდეთ და შევქმნათ
ამ აგარი შაქრის კომბინატის ბაზაზე კიდევ რამოდენიმე ერთობლივი საწარმო, რომლებიც ალბათ ამ პროექტების განხორციელება დაიწყება უკვე გაზაფხულიდან და შექმნის კიდე სამუშაო ადგილებს, დასაქმდება ასობით მუშამოსამსახურე და ეს ალბათ დადებით ასახვას პოვებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზეც. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, საერთოდ ადამიანი, როდესაც აყალიბებს თავის პიროვნულ მრწამს და თავის ცხოვრებას თავისი ხელებით ძერწავს, უნდა რომ დაუბრუნოს თავისებური, ასე ვთქვათ, ვალი, თუნდაც ამ საკითხიდან გამომდინარე ვიტყოდი იმ გარემოებას, რასაც ქვია სპორტი და რა წვლილი შეიტანა ამ სპორტმა თვითონ პიროვნების ჩამოყალიბებაში. მე ერთ რაღაცას აღნიშნავ, რომ ყოველთვის ვიყავი და ვალდებულად უგრძნობდი თავს, რომ სპორტისათვის თუ კი რაღაცას შევძლებდი, გამიკეთებინა რა. როდესაც ვიგრძენი, რომ მე შემეძლო დავხმარებოდი სპორტის იმ სახეობას, რომელმაც მე გამზარდა და ჩემში შეიტანა, ასე ვთქვათ, თავისი ანაბეჭდი, როგორც ფიზიკურ, ასე სულიერ ჩამოყალიბებაში, გადავწყვიტე, რომ გამეწია გარკვეული დახმარება ამ სახეობისადმი. 2000 წელში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე ამირჩიეს მე ამ ფედერაციის თავკაცად და უკვე მესამე წელია ჩვენი მხრებით მოგვაქვს ეს დიდი ტვირთი. რამე თუ სპორტში, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული გამარჯვების მიღწევა, ეს თვითონ მარტო შენი გამარჯვება არ არის, ეს არის ქვეყნის გამარჯვება, ერის გამარჯვება, პირველ რიგში გულშემატკივრის გამარჯვება და იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ დღეს გვაქვს ასე თუ ისე პოლიტიკური, ეკონომიური პრობლემები ჩვენ ახლად შექმნილ დამოუკიდებელ საქართველოს, მე მწამს, რომ თითოეული ჩვენი სპორტსმენის მიერ მაღლა აწეული დროშა და შესრულებული გიმნი, ეს ალბათ გარკვეულ შთამბეჭდავ გამარჯვებებს ჩუქნის ჩვენს მოსახლეობას და მთლიანად საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რა გაკეთდა 2003 წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სპორტში ტრადიციები, ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვებები, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ იყო მთლიანად საბჭოთა კავშირის ნაკრები და ყველა ის, ვინც მაშინ მოღვაწეობდა ამ სახეობებში და საერთოდ სპორტში, გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ის გამარჯვებები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ 2003 წელში, ჯერჯერობით არ ყოფილა. არ ყოლია არც ევროპის ჩემპიონი, არც მსოფლიოს ჩემპიონი. პირად ჩათვლაში ეს ჩვენ მოვახერხეთ
და წელს 2003 წელში ჩვენი ფედერაციის ორივე გუნდმა, როგორც ბერძნულ-რომაულ სახეობაში, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვა პლანეტის უძლიერესი ჩემპიონის ტიტული გუნდურ ჩათვლაში. თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა ამ გამარჯვებას ამერიკაში მიაღწიეს, ნიუ-იორკში Madison Square Garden-ის დარბაზში, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა საფრანგეთში მიაღწიეს ამ დიდ გამარჯვებას. როდესაც 76 ქვეყანა იღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში და ამ დიდ ფორუმზე შენი გუნდი აღწევს წარმატებას, აღმართავენ შენი ქვეყნის ეროვნულ დროშას და ჟღერს შენი ქვეყნის გიმნი, არ ამგონია ყველა ადამიანმა, ვისაც ამის გაკეთება და რაღაცა წვლილის შეტანა შეუძლია, ყველაფერი არ გააკეთოს იმისათვის, რომ თავის ხალხს აჩუქოს ასეთი დიდი წარმატება და გამარჯვება, სულიერი ზეიმი. ფედერაციის ცხოვრება არის ძალიან მრავალდარგოვანი. ფედერაციას თვითონ გააჩნია თავისი მის მიერ დაფუძნებული რეგიონალური წარმომადგენლობები. ამ რეგიონალური წარმომადგენლობების გარდა ჩვენ გვაქვს შექმნილი ვეტერანთა კავშირი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული ვეტერანთა კავშირი. არ არსებობს არც ერთი ღონისძიება, ეს იქნება საქართველოს მასშტაბით თუ საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებების აღნიშვნა, რომ ჩვენს ვეტერანებს არ მივეფეროთ და ჩვენს ვეტერანებს კიდევ არ შევახსენოთ ის ერთდროს პოპულარული ლოზინგი, რომ არავინ და არაფერი არაა დავიწყებული, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდში უდგავართ და ის სითბო, რომელიც მათ მიმართ იხარჯება ინტენსიურად, მე მგონი უხანგრძლივებს მათ სიცოცხლეს და ამ ცხოვრებისადმი გარკვეულ აზრს უბრუნებს. მე ასეთნაირად ვიტყოდი, რეგიონალური ფედერაციები აღნიშნე წეღან, ჩვენ გვაქვს ესე იგი ყველა რეგიონში რეგიონალური წარმომადგენლობა, საქართველოს მასშტაბით წელს მარტო ეს რო არ გაკეთებულა 15 წლის განმავლობაში ჩვენ შემოვიტანეთ და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე დარბაზებში დავაგეთ 50 საჭიდაო ხალიჩა, ოლიმპიური ხალიჩები, კომპლექტები ეს რომ მიცოდეთ არც თუ ისე იაფის სიამოვნება. ხო და ამით მე ასე ვფიქრობ, რომ კეთდება ეროვნული საქმე. დღესდღეობით ფედერაციაში გაერთიანებულია თავისი დიდები, ახალგაზრდები და კადეტების სახით და მოზარდების სახით 10,000-მდე ბავშვი. 10,000-მდე ბავშვი მოწყვეტილია ქუჩას. 10,000-მდე ბავშვი ყალიბდება როგორც ფიზიკურად და მორალურად ძლიერი ადამიანი. და ამით ხდება ჩვენი ალბათ ასეთნაირად გამოვხატავდი ეროვნული გენოფონდის გადარჩენა. რამე თუ საქართველოს აშენება, მისი აღორძინება შეუძლია მხოლოდ ფიზიკურად და მორალურად ძლიერ ადამიანებს. ასე რომ მე მგონი თუ ვიღაცა აკეთებს რაღაცას, ჩვენც მის გვერდში ვდგევართ და ჩვენი ქვეყნის ასაშენებლად და სადიდებლად კიდევ ალბათ მერთის შეწევით ბევრ ამას კარგს გავაკეთებთ. კი.